გუმუშ ნოჯიუტო, სახლში დავბრუნდეთ. ამ დროს რა სასტუმროს ნახავ? შენ გელაპარაკები არ გესმის? რა გინდა? ნუ თუ ასე ძლიერ გეზიზღები. ერთჯერ ქვეშ დარჩენა ასე გაწუხებს? რა დაგიშალე რომ შენგან ამას ვიმსახურებ? რა დაგიშალე? ზიზღი და სიძულვილი არაფერს შუაში ამეღმე. წასვლა მინდა, მეტი არაფერი. გუმუშ, ნუ ცდილობ დამარწმუნო. ორივეს ერთმანეთი ისევ გვიყვარს. ერთ წარსულს ჩაბარდა მეღმე. ნუ არ ყოფ გუმუშ. მითხარი რომ აღარ გიყვარ ვარ. მითხარი, რაც გაჩუმებულ ხარ? მეღმე ხელი გამიშვი. გუმუშ გიყვარ ვარ. ისევ როგორც მე შენ გაგიჟებით მიყვარ ხარ. მე გამიშვი. მეორე და საღარ გაიმეორა. თორემ შენ და მე პარტივისცემასაც დავკარგა. აი მაშინ კი შემზიზღდები. გესმის? პატარა ხანემ, ვადაგეწურება. 10 წუთის შემდეგ დაიძინა. 5 წუთი კიდევ დამემანდა მომიკოქთ ხომ? მხოლოდ 5 წუთი. თანაც ფილმი ახლახან დაიწყო. არა საყვარელო, ამ დროს ტელევიზორს ბავშვი არ უნდა უყურებდეს. თანაც ეს ფილმი ბავშვების საყურებელი არ არის. საათობით ტელევიზორის ყურება ბავშვებისთვის არ შეიძლება. ხო. დილით ხომ ადრე უნდა ადგეს? არ მჯერა. დავეღუპეთ მამა. ეს ვინ ჩაიდინა? არ გამიბრაზდე საყვარელო. შემთხვევით მოხდა. ვიცი ძალიან გამიბრაზდები, მეჩხუბები, მაგრამ დამიჯერე, ძალით არ მინდოდა. გთხოვ დამიჯერე, შემთხვევით გამიტყდა. საყვარელო, მე რა მოხდა? ასე ნუ განიცდი. საშაქრე გატყდა, ქვეყანა ხომ არ დაქცეულა. ახალს ვიყიდით. ხომ ასე? ეგ საშაქრე ძალიან გიყვარდა. ბაბუას სამახსოვრო საჩუქარი იყო. არა უშავს. შენზე ძვირფასი ხომ არ იყო. ხედავ რომ გული შენს ძალიანად დაგწყდა. ნუ ხელა. საშაქრის გამო ნამდვილად არ გაგიბრაზდები. არა უშავს, ეს ყველა შეიძლება დაემართოს. შესაძლოა მეც გამტეხო და შენი ნივთი. ხომ ასე? ასე რომ ცოდნოდა, არ დაგიმალავდი საყვარელო. დიდი მადლობა რომ გამიგე. ონერ ძვირფასო, რამეს თუ დამიმალა, ვის უფრო მეწყენება. ველური ხომ არ ვარ რომ გაგიბრაზდე საყვარელო. ოღონდ შენიყავი კარგად. ხედავ რომ გული შენს დაგწყდა. ჩემი ვადა ამოიწურა მამა. წავალ დავიძინე. არაფერი გამოგვივიდა. ორმოქმედებიანი სპექტაკლი დავდგეთ. მაინც არ აღიარა. რა გვეშველება პინარ? რა გვეშველება? ჩემი საყვარელი საშაქრეც გავტეხეთ. აქ დავკიდოთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მადლობთ. ერთი წუთით? გისმენთ. სარიელი ოთახი გაქვთ? ბოდის გიხდით ქალბატონო, მაგრამ სარემონტო სამუშაოების გამო სასტუმრო არ ფუნქციონირებს. ეს უკვე მესამე სასტუმროა, ვერ დამეხმარებით? წუხლა ქალბატონო, სეზონი არ არის, ამიტომ სასტუმროების უმრავლესობა დაკეტილია. ის სასტუმროები, რომელიც ღიაა, ბაირამის გამო რემონტშია. ერთ ოთახს ვერ დამითმობ, სადაც მხოლოდ საწოლი იზრდება, ყვება არ მინდა. პრობლემა სწორედ მაგაში მდგომარეობს, ქალბატონო. საწოლები მთლიანად შევცვალეთ. ახალი საწოლები ჯერ არ მოუტანიათ. ძველები კი დღეს გავაგზავნეთ. კარგი, სხვა სასტუმროს ხომ ვერ მიმასწავლით. იქ წავალ. ხომ გითხარით, ქალბატონო? სეზონი არ არის, რის გამოც სასტუმროები არ ფუნქციონირებენ.